ლავრენტი პავლესზე ბერია 1899-1953 წლები საქართველოს საჯარო მეხსიერებაში თითქმის ყოველთვის ჩნდება როგორც ტერორის სახე. მაგრამ ისტორიულად ის უფრო ზუსტად უნდა დავინახოთ, როგორც საბჭოთა მმართველობის ტექნოლოგიების ორგანიზატორი, რომელმაც კავკასიაში გამოსცადა ძალაუფლების კონცენტრაციისა და კადრებით манипуляციის მეთოდები და შემდეგ იგივე ლოგიკა გადაიტანა საკავშირო მასშტაბზე. ბერია არ არის მხოლოდ ბოროტი პერსონაჟი, ის არის სისტემა, ადამიანი, რომელიც საფრთხის წარმოებას, კონტროლის ინსტრუმენტებად გარდაქმნას და ელიტების როტაციას შიშით აქცევდა ნორმად. მისი ქართულობა, წარმოშობა ხშირად რომანტიზებული ფაქტია, მაგრამ ქართული კონტექსტი ბერიასთვის უფრო იყო კარიერული პლაცდარმი და მართვის პრაქტიკების პოლიგონი, ვიდრე ერთგულების ობიექტი. მისი ბიოგრაფიული მოხაზულობითაც კი მკაფიოა. ბერია ცნობილია როგორც NKVD-ს ხელმძღვანელი, სტალინის უახლოესი ძალოვანი ფიგურა და 1953 წლის ძალაუფლების კრიზისის მთავარი გმირი, რომელიც მალევე იქცა მტრად და სიკვდილით დასაჯეს. ბერია დაიბადა მერხეულში, მერხვეული. აფხაზეთში, შავიზღვისპირეთის სივრცეში, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ეთნიკურ-სოციალური მრავალფეროვნება და პოლიტიკური დაძაბულობა ერთმანეთში იკვეთებოდა. ეს გეოგრაფია მნიშვნელოვანია. ბერია თავიდანვე მოქმედებდა რეგიონში, სადაც ცენტრი პერიფერიის დაძაბულობისა და უსაფრთხოების აპარატის როლი ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილი იყო. მისი სწრაფი აღმასვლა დაკავშირებულია არა იდეოლოგიურ ბრწყინვალებასთან, არამედ ორგანიზაციულ უნართან. ქსელების აწყობა, ინფორმაციის კონტროლი, კადრებით მანევრი და ოპერაციული დისციპლინა სწორედ ამ თვისებებმა აქცია ის ჯერ ამიერკავკასიის ძალოვან სტრუქტურებში გავლენიან ფიგურად, შემდეგ კი საქართველოს პარტიულ ხელმძღვანელობაში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ. 1930-იანი წლების დასაწყისში ბერია უკვე საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის პირველ რიგებშია და თანდათან ხდება ამიერკავკასიის პოლიტიკის საკვანძო არქიტექტორი. ამ ეტაპზე ბერიას ხელწერა არის არა ერთჯერადი რეპრესია, არამედ ელიტების გადაწყობა. ვის აწევს, ვის ჩაძირავს, ვის წინააღმდეგ საქმეს აწყობს. ამიერკავკასიურ პოლიტიკაზე სპეციალურად დაწერილი კლასიკური კვლევაც Wilson Center-ის მასალა ხაზს უსვამს, რომ ბერიას ძალა დიდწილად ეფუძნებოდა კლიენტელას, ერთგულ კადრებსა და მტრების სისტემურ იზოლაციას. ბერიას სახელთან ხშირად აკავშირებენ აფხაზეთის 1930-იანი წლების კონფიგურაციის სტატუსები ელიტების ცვლილებების ეპოქას. აქ სიფრთხილეა საჭირო. სტატუსის ცვლილება 1931 წელს და შემდგომი ნაციონალური პოლიტიკა ბევრ ფაქტორს მოიცავს და ერთ ადამიანზე ვერ დაიკეცება, მაგრამ კვლევებში ჩანს, რომ იმ წლებში რეგიონში ძალაუფლების გადანაწილება და ცენტრის ხაზის გამყარება სწორედ ისეთი ფიგურების გავლით მიდიოდა, როგორიც ბერია იყო. ამავე კონტექსტში დგება ნესტორ ლაკობას, აფხაზეთის გავლენიანი ბოლშევიკის სიკვდილის საკითხიც 1936 წელს. რიგი წყაროები, მოგონებები ბერიას მონაწილეობას ეჭქვეშ არ აყენებენ, თუმცა დეტალები სადავოა და საბოლოო დასკვნებს ყოველთვის სჭირდება არქივებზე დამყარება. კვლევითი ლიტერატურა ამ თემას აჩვენებს როგორც ელიტურ კონფლიქტს, რომელიც შემდეგ რეპრესიებში გადაიზარდა. 1937-38 წლების დიდი ტერორი საბჭოთა სივრცის საერთო ტრამვაა, მაგრამ საქართველოში მისი ხასიათი განსაკუთრებით მძიმეა. დაპატიმრებები, ტროიკები, კვოტების სწრაფი განაჩენები და თან ადგილობრივი ელიტების ხელახლა დაკომპლექტება. ქართულ აკადემიურ სივრცეში გამოქვეყნებული კვლევებიც აჩვენებს, რომ ტერორი საქართველოში მხოლოდ ცენტრის ბრძანება არ იყო. ის იყო ლოკალურ-ცენტრალური მექანიზმი, სადაც პარტიული ხელმძღვანელობა და უშიშროება ურთიერთსარგებელზე მუშაობდნენ, ძალაუფლების გადანაწილებაზე, კარიერულ გადარჩენაზე და მეტოქეების მოცილებაზე. აქ ბერიას როლი უმეტესად იკითხება როგორც სისტემის გამტარისა და ორგანიზატორის როლი. ტერორი არ იყო მხოლოდ დასჯა, ცალსახად, არამედ კადრების განახლების ინსტრუმენტი, რომელსაც თანსდევს დასმენაზე დამყარებული სოციალური ეთიკა. ადამიანები სწავლობენ, რომ ვინმეზე რაიმეს თქმა შეიძლება სასიკვდილოდ იქცეს, დუმილი კი გადარჩენად. 1938 წელს ბერია გადადის მოსკოვში და ხდება NKVD-ს ხელმძღვანელი. აქ ჩნდება ისტორიოგრაფიული დილემა. ზოგჯერ ამბობენ, თითქოს ბერიამ დაამხრუჭა ეჟოვშჩინა. 1938 წლის ბოლოს ფორმალურად ხდება მასობრივი ოპერაციების წესების შეცვლა და ტროიკების პრაქტიკის შეზღუდვა გაუქმება გამოძიებაზე პროკურატურის ზედამხედველობის გაძლიერების ხაზით, მაგრამ ამავე დროს ტერორი არ ქრება, ის იცვლის ფორმას, უფრო სელექციური, უფრო პროცედურული, მაგრამ მაინც ძალადობრივი. ეს არის ბერიას ერთ-ერთი მთავარი სისტემური ნიშანი. როცა სახელმწიფოს სჭირდება ძალადობა, ბერია ცდილობს, რომ ეს ძალადობა იყოს მართვადი, ადმინისტრირებადი და შედეგზე ორიენტირებული. მეორე მსოფლიო ომმა საბჭოთა რეჟიმი გადაიყვანა მობილიზაციურ რეჟიმში. კონტროლი, შრომითი დისციპლინა, შიდა მტრისძიება და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ამ კონტექსტში ბერია უკავშირდება მასშტაბურ დეპორტაციებს, როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილს. საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულია 1944 წლის ნოემბრის
დეპორტაცია სამხრეთ საქართველოდან მესხეთელი თურქები და სხვა ჯგუფები ცენტრალურ აზიაში. ტრაგედია, რომელსაც თან ახლდა სიკვდილიანობა და სპეცდასახლების რეჟიმი. აქ ჩანს ბერიას პოლიტიკის ცივი ლოგიკა. დემოგრაფია ხდება უსაფრთხოების ინსტრუმენტი, ხოლო ადამიანი გადაადგილებადი ერთეული. ბერიას სახელი მჭიდროდ უკავშირდება 1940 წლის მარტის დოკუმენტურ კვანძს. ბერიას მემორანდუმს წარდგენას პოლონელი სამხედრო ტყვეების და სხვა ჯგუფების დახვრეტის საკითხზე, რაც შემდგომში ცნობილია კატინის ხოცვა-ჟლეტის კონტექსტში. ამ თემაზე არსებობს როგორც დოკუმენტური პუბლიკაციები, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებული მასალები. ეს ეპიზოდი მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ბერიას ტიპის ძალოვანი პოლიტიკა ხშირად მუშაობს არა ემოციებით, არამედ ბიუროკრატიული გადაწყვეტილებით, სადაც კვლელობა იურიდიულ ადმინისტრაციულ ენად გარდაიქმნება. ბერიას ერთ-ერთი ყველაზე ტექნოკრატიული როლი არის საბჭოთა ატომური პროექტის ზედამხედველობა. წყაროები და კვლევები აჩვენებს, რომ ბერია ატომურ პროგრამაში მოქმედებდა როგორც პოლიტიკური დირექტორი, რესურსების მობილიზატორი, საიდუმლოების მცველი და შესრულების დამაჩქარებელი. აქ საქართველოსთან კავშირი განსაკუთრებით საინტერესოა და ხშირად ნაკლებად არის ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის. შავიზღვისპირეთში სოხუმთან, კერძოდ სინოპი და აგუძერასთან არსებობდა დახურული კვლევითი ცენტრები A და G, რომელთა საფუძველზე 1950 წელს ჩამოყალიბდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი. ინსტიტუტის ოფიციალურ ისტორიაში ხაზგასმულია, რომ ამ სივრცეში მონაწილეობდნენ გერმანელი მეცნიერები, გუსტავ ჰერცი, მანფრედ ფონ არდენი და სხვა. ამ გერმანულ კავკასიურ ფენას ემატება ცივი ომის დროინდელი დოკუმენტური კვალი საიას, მაშინდელ ცნობებშიც კი ფიქსირდება სოხუმის მიდამოებში გერმანელი სპეციალისტების ინსტიტუტების არსებობა და მათი სამუშაო თემატიკა, იზოტოპების გამიჯვნა და სხვა. ეს არ იყო განვითარების ნარატივი, ეს იყო მაგალითი, როგორ იქცა მეცნიერება უსაფრთხოების აპარატის პროექტად, ხოლო ქართული სივრცე საიდუმლო ტექნოლოგიური რუკის ნაწილად. სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერია გარკვეული დროით ჩანს როგორც რეფორმატორი ძალოვანი, იწყება ამნისტიის და შიდა პოლიტიკის კორექციის ხაზი, ჩნდება საუბრები უსაფრთხოების ორგანოების ნორმალიზაციაზე. ამავე დროს ეს იყო ძალაუფლების კრიზისი, ელიტა ერთმანეთთან ბრძოლაშია და ბერია როგორც ყველაზე ინფორმირებული და ყველაზე ძლიერი ძალოვანი სხვებისთვის ხდება საფრთხის სიმბოლო. საბოლოოდ 1953 წლის ზაფხულში ბერია დააკავეს, ხოლო წლის ბოლოს დახურულ პროცესზე სიკვდილით დასაჯეს. ბერიას პოპულარული სახე სადისტი უნივერსალური ბოროტება ყველაფრის დამნაშავე ნაწილობრივ გამომდინარეობს 1953 წლის შემდგომი ოფიციალური კამპანიიდან. ახალ ხელმძღვანელობას სჭირდებოდა ფიგურა, რომელზეც გადაიტანდა სისტემის ყველაზე ბნელ მხარეებს და ამით შექმნიდა განცდას, თითქოს სტალინიზმის ბირთვი ერთ ადამიანში იყო კონცენტრირებული. ამ პროცესს აკადემიური კვლევებიც აანალიზებს როგორც დესტალინიზაციის რიტორიკის ნაწილს, როგორ გადაკეთდა მტერი და როგორ გამოიყენეს მორალური ან სექსუალური ბრალდებები პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბრალდება გამოგონილია. ნიშნავს იმას, რომ ბრალდებების გავრცელების ფორმა და მათი მედიატექსტად ქცევა ხშირად პოლიტიკურ ამოცანას ემსახურებოდა. ბერიაზე განსაკუთრებით გავრცელებულია მძიმე ნარატივები იძულებაზე ან სექსუალურ ძალადობაზე, გატაცებებზე, დაჩრდილურ ბორდელზე და მსგავსზე. აკადემიური მიდგომა აქ ორ პრინციპს იცავს. არსებობს საბჭოთა ოფიციალური ბრალდების კორპუსი 1953 წლის შემდეგი მასალები, სადაც ბერიას მიმართ ჟღერდება მორალურ კრიმინალური ტიპის ბრალდებები, მათ შორის ქალებთან დაკავშირებული ეპიზოდები. ამ მასალებში ჩანს მოწმეთა ჩვენებები და დეტალები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ საჯარო ან ნახევრად საჯარო სივრცეში შემოიტანა ბერიას დემონიზაციისთვის. დოკუმენტების სანდოობა და სრული მოცულობა პრობლემურია. ნაწილი იყო პოლიტიკური პროცესის ნაწილი, სრულყოფილი სასამართლო არქივი სრულად არ არის გამჭვირვალედ ხელმისაწვდომი, ხოლო მოგვიანებით გაჩნდა სენსაციებზე დამყარებული გადმოცემებიც. ამიტომ ისტორიკოსები ხშირად წერენ ფრთხილად. ბრალდებათა მიხედვით მოწმეთა ჩვენებები დოკუმენტებში ფიქსირდება, მაგრამ ერიდებიან ზუსტ სტატისტიკებს და კატეგორიულ ფორმულებს, როცა მტკიცებულებების ბაზა ფრაგმენტულია. აკადემიური ნარატივის მოკლე შეჯამება კი ასეთია: ბერიას ძალაუფლება იდგა უკიდურესად ასიმეტრიულ გარემოზე, სადაც ნებისმიერ შეეძლო დაშინება, შანტაჟი, იძულება. ამიტომ ძიმე ბრალდებები სისტემურად შესაძლებელი იყო, მაგრამ კონკრეტული ეპიზოდების დადგენა ხშირად რთულია, რადგან წყაროები ან სასამართლო პოლიტიკურ კონტექსტშია შექმნილი, ან მოგონებებზე, გადმოცემებზეა დამოკიდებული. ისტორიკოსისთვის მთავარი ამოცანა არაა სენსაციის გამეორება, არამედ წყაროს წარმოშობის მიზნის და სანდოობის შეფასება. და მაინც რა დაუშავა ქვეყანას ბერიამ საქართველოს ჭრილში. თუ ბერიას საქართველოსთან კავშირს ერთიან სურათად შევკრავთ, მივიღებთ რამდენიმე მდგრად ხაზს. ბერია იყო კაცი,
საქართველოდან და აფხაზეთიდან, რომელმაც კავკასიაში მიიღო ძალაუფლების გამოცდილება და შემდეგ ამ გამოცდილებას საკავშირო მანქანაში მაქსიმალური ეფექტიანობით იყენებდა. მისი მემკვიდრეობა საქართველოში პირველ რიგში არის შიშის ადმინისტრირება, ელიტების განადგურება, გადანაცვლების პრაქტიკა, დასმენაზე დაფუძნებული სოციალური ეთიკის გაძლიერება და ისეთი სახელმწიფო გადაწყვეტილებები, როგორიცაა დეპორტაციები, რომლებიც ქართულ საზოგადოებრივ ქსოვილს 10 წლეულობით აზიანებდა და ბოლოს, პარადოქსულად, საქართველოს სივრცე მისი მმართველობის პერიოდში იყო არა მხოლოდ რეპრესიის ტერიტორია, არამედ საიდუმლო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი რგოლი, სოხუმის დახურული ინსტიტუტები ატომურ პროექტში, რაც გვაჩვენებს, როგორ შეიძლება პატარა სივრცე აღმოჩნდეს დიდი იმპერიული პროექტების ჭრდილში.